მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აქ და დღეს მსურს შემოგთავაზოთ საჯარო გაშლა თემით მესიჯი სამყაროსგან, აი ამ ულამაზესი ორაკულით. მოდით ვნახოთ რა მესიჯი აქვს სამყაროს, გაშლა გვექნება ორ ვარიანტიანი და ვნახოთ აბა ხო? რა მესიჯი აქვს სამყაროს პირველი ვარიანტისთვის და რა მესიჯი აქვს სამყაროს მეორე ვარიანტისთვის. ქვებსაც ახლავე დავამატებთ პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. აიჩიეთ თქვენთვის სასურველი. პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში. პირადი კონსულტაციები ყოველთვის არის ბევრად უფრო ზუსტი, ბევრად უფრო მორგებული თქვენზე და ენერგიების დაბალანსების მიზნით აუცილებლად მოიწონეთ ეს ვიდეო. კარგით, მოდით დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან, ვინც ვერ მოასწრო არჩევა შეგიძლიათ დააპაუზოთ. და დავიწყოთ პირველი ვარიანტით, არკანი ვარსკვლავი. იცით, კონკრეტულად ამ არკანიდან გამომდინარე, ვხედავ თქვენთვის ასეთ მესიჯს, რომ რაღაც კონკრეტული თქვენი სურვილი თქვენ გიახლოვდებათ, ახლოვდებათ თქვენს რეალობაში. თან იცით როგორ გიახლოვდებათ, მართლა ახლოს და რაღაც აი დღეს და ხვალ სრულდეს, მეთქი ამის გარანტიას ნამდვილად ვერ მოგცემთ, მაგრამ აქ თქვენთვის არის მთავარი მესიჯი, ის რომ თქვენი სურვილი უკვე გზაში არის და მოდის თქვენკენ. დავამატოთ არკანები და ვნახოთ. კიდევ რა მესიჯი აქვს სამყაროს ამ არკან ვარსკვლავთან დაკავშირებით. არკანი ხე, არკანი კომეტა. მეგობრებო, ნახეთ, აქ თქვენი საგვარეულოსგან მოდის გარკვეული გვერდში დგომა. აუცილებლად ჩავწერ ამ დღეებში ვიდეოს, შესაძლოა დღესაც კი ჩავწერო თემაზე მესიჯი თქვენი საგვარეულოსგან, იმიტომ რომ კონკრეტულად ამ არკანებისგან ზუსტად ეს ვიგრძენი. და ნახეთ, რა მესიჯია, ხო? პირველ რიგში თქვენი სურვილი კავი მეორებ რომ ახლოვდება და თქვენი საგვარეულო ხო თქვენს გვერდით დგას. რაც არ უნდა იფიქროთ, რაც არ უნდა გეგონოთ, იცოდეთ რომ თქვენი საგვარეულო თქვენს გვერდით არის და პლუს გარდა ამისა რაღაც თქვენი კონკრეტული საქმიანობა, რაღაც კონკრეტული სფერო, რაც აქამდე გეგონათ, უნაყოფო, უძლური, ხო? ეს სფერო ძალიან მალე დაიწყებს თქვენს რეალობაში მოძრაობას. და ნახეთ, ყველას არ ეხება რა თქმა უნდა ეს ინფორმაცია და შეძლების დაგვარად უნდა გააკეთოთ, მაგრამ თუ ახლო მომავალში დაინახავთ მაგალითად ჩამოვარდნილ ვარსკვლავს ან რაღაც მსგავს, აი ხო გაგიგიათ ის რომ აი ვარსკვლავი რო ვარდება, სურვილი უნდა ჩაიფიქრო. აი რაღაცასაც თუ დაინახავთ, აუცილებლად არ გამოტოვოთ შანსი და აუცილებლად ჩაიფიქრეთ სურვილი. გავიმეორებ, ვიცი ეს ხშირად არ ხდება, ყოველდღე ჩვენ ამას ვერ ვხედავთ, მაგრამ მაინც. კიდევ მინდა დავამატო არკანები, რა მესიჯი აქვს სამყაროს თქვენთვის ახლა. ასეთი არკანი ბანტიკი, ბაბთა. იცით, კონკრეტულად ამ არკანიდან გამომდინარე, მომდის ასეთი მესიჯი, მას რომ ვუყურებ. შენ ხარ საჩუქარი ამ სამყაროსთვის, შენ ხარ საჩუქარი ირგვლივ მყოფებისთვის. შენ ბევრად უფრო ლამაზი ხარ ვიდრე გგონია. შენ ბევრად უფრო მეტად უნდა დააფასო შენი საკუთარი თავი ვიდრე აფასებ მას. და შენ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ხარ, მაგრამ შენს ირგვლივ თითქოს არიან ვიღაც ისეთი ადამიანები, რომლებიც ახდენენ შენს გაუფასურებას. და ძალიან მალე ეს სცენარი შენი რეალობიდან წავა. სულ ეს არის პირველი ვარიანტი, უღრმესი მადლობა და გადავიდეთ ახლა მეორე ვარიანტზე, ასეთი მოკლე მესიჯები გვექნება. მეორე ვარიანტი, ნახოთ აბა თქვენთვის რა მესიჯი აქვს სამყაროს და არკანი ზარი. ნუ აქ თქვენ სამყარო პირდაპირ გიყვირით, გეუბნებათ იმას, რომ თითქოს სხვა სიხშირეებზე გადადიხართ, სხვა ვიბრაციებზე. ნახეთ,
ადამიანებს ძალიან უყვართ იმაზე საუბარი, ეზოთერიულ სფეროში ვგულისხმობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სულ მაღალ ვიბრაციებში ვიყოთ, ეს ადაბლებს ვიბრაციებს, ის ამაღლებს და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ვიქნები მაქსიმალურად გულწრფელი, ყველას და ყოველთვის არ სჭირდება მაღალი ვიბრაციები. ზოგისთვის მეცაც ვიტყვი, საშიშიც კი არის. ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ მეორე ვარიანტი გადადიხართ რაღაც ახალ სიხშირეებზე, თქვენი ვიბრაციები, თქვენი ენერგიები იცვლება და ამის გამო შესაძლოა თავს გრძნობდეთ ძალიან გადაღლილად, შესაძლოა მუდმივად გეძინებოდეთ, ან რაღაც ძილის პრობლემები გქონდეთ, გაღვიძების პრობლემები გქონდეთ, თავის ტკივილებიც იგრძნობა თითქოს ამ არკანისგან. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში არ შეუშინდეთ ამას, ეს უბრალოდ ნიშნავს იმას, რომ რაღაც ახალ სიხშირეებზე გადადიხართ. დავამატოთ ახლა არკანები და ვნახოთ რა მესიჯი აქვს მეორე ვარიანტისთვის სამყაროს. არკანი ქარხანა. ხო, შეხედეთ სრულიად ახალ სიხშირეებზე გადადიხართ, თქვენ ახლა ხართ თითქოს გადაღლილი რაღაც გარკვეული საქმეების გამო, ჩანს ის, რომ ახლო წარსულში ძალიან ბევრს შრომობდით, ძალიან ბევრს მუშაობდით. შესაძლოა არა სამსახურში, არამედ რაღაც სხვა ასპექტებით მუშაობდით, ხო? მაგალითად მუშაობდით საკუთარ თავზე ინტენსიურად რაღაცას სწავლობდით, შეისწავლიდით. ყველასთან ძალიან ინდივიდუალურად რეზონირდება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მე აქ ვუყურებ ძალიან გადაღლილ ადამიანებს, როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად. დავამატოთ კიდევ არკანები და ვნახოთ რა მესიჯი აქვს სამყაროს თქვენთვის. არკანი ძვალი, არკანი ვულკანი, არკანი თოჯინა. მეგობრებო, თქვენს ენერგეტიკულ დაცვას უნდა მიხედოთ. აქ ჩემ კოლეგებს ვეტყვი პირველ რიგში, რომ თქვენ ახლა გჭირდებათ რაღაც გარკვეული წმენდა, ახალი დაცვის დაყენებაც არ იქნებოდა ზედმეტი თქვენთვის. ხოლო ვინც არ ხართ ჩემი კოლეგები, თქვენთვისაც იგივეს ვიტყოდი, რა თქმა უნდა, მაგრამ იცით, ცხადია, ყველასთან ძალიან ინდივიდუალურად რეზონირდება, იმიტომ რომ ყველას სხვადასხვანაირი ენერგოინფორმაციული ველი აქვს, ყველას სხვადასხვანაირი ენერგეტიკული დაცვა აქვს. ვიღაცის ახლაც საკმაოდ ძლიერია, ვიღაცის შესუსტებულია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში აქ ვუყურებ შესუსტებულ ძალას, შესუსტებულ დაცვას და ეს შესუსტებული დაცვა არის გამოწვეული თქვენი გადაღლილობით, გადაღლილი ხართ ინფორმაციებით, მუშაობით, ფიზიკურადაც, მენტალურადაც, ძალიან მკვეთრად იგრძნობა ეს. და იმისათვის, რომ აღადგინოთ თქვენი ენერგია, პირველ რიგში თქვენ გჭირდება თქვენი ემოციების ჯანსაღი გამოშვება. გამოშვება როგორ? შეგიძლიათ გამოუშვათ ხელოვნების მეშვეობით, ხო? მაგალითად, არ ვიცი, ცეკვით, ვარჯიშითაც, მოძრაობით, სეირნობით, სირბილით, ხელოვნებით ისევ და ისევ. უბრალოდ ჩამოწეროთ თქვენი ემოციები, ესეც დამხმარე იქნება და ნახეთ, თქვენს რეალობაში თითქოს არის ერთი კონკრეტული პარაზიტი ადამიანი ან პარაზიტები, რომლებსაც თქვენ აძლევთ თქვენზე ნეგატიური ზეგავლენის უფლებას, აძლევთ სადღაც მანიპულაციების უფლებას, თითქოს არენდობით საკუთარ ინტუიციას და ვიღაცეებს ზედმეტ უფლებას აძლევთ. არავის არ შეალახვინოთ, მეგობრებო, თქვენი პირადი სივრცე. არავითარ შემთხვევაში და უფრო მკვეთრად დაიცავით თქვენი პირადი საზღვრები. თუ საჭიროა იგნორითაც, თუ საჭიროა კონფლიქტითაც, ხმამაღალი სიტყვითაც, ხანდახან ესეც საჭირო არის, ხო? და სულ ეს არის, მეგობრებო, ყველას უღრმესი მადლობა. მე თქვენ გისურვებთ წარმატებებს და ნახვამდის.